აბა ტროლებო, ბოტებო, ქართული ოცნების მომხრეებო, სუპი ჭამიებო, ვისაც თურმე ომი იქნება და ასე შემდეგ, გილოცავთ საბჭოთა მილიციის აღდგენას, ის რა კადრებიც ახლა გუშინ დღეს გავცელდა, ესა საბჭოთა მილიცია და ასეთი მეთოდებით აწამებდნენ ადამიანებს, იღებდნენ სასულიერო ჩვენებებს და ასე შემდეგ. და აი ეს მეთოდი აღორძინდა, მადლობა, გილოცავთ, ნამდვილად ბედნიერება და მინდა ახლა ჩემი თაობის, ჩემი მეგობრების, ჩემი თვალწინ გაზრდილი ადამიანების კაი ბიჭობას მინდა მიმართო. გინდათ მესამე რაიონი და იგი ზურია ბობოხიძე და ხაზარაძეები და ასე შემდეგ ახლა ყველა ჩამოთვლა რაღაც დავიწყებული მქონდა და ყველა ჩამოთვლა შორტსა გვაქვს. აი გინდათ ის მეთოდები რაც ხდებოდა პოლიციაში. იცოდეთ, მიუხედავად ამისა, რომ ახლა ამ წუთას კი გაქვთ მართლთან განწყობით, მაგრამ ერთ დღეს რომელიღაცას არ მოუხვალთ თვალში, არ მისი ნათესავს რაღაც ინტერესი გადაიკვეთება და ზუსტად თქვენც გაგისტორდებიან იმ მეთოდით, რა მეთოდითაც უსწორდებიან ამ წუთას ადამიანებს რა. და მე მიყვარს მხოლოდ ერთი რამე, რაც ამ ხელისუფლებას ჩადენილი. ამის ნახევარს ჩადიოდა თქვა, იგივე ზვიადის ხელისუფლება, იგივე შევარდნაძის ხელისუფლება, თუ მიშას ხელისუფლება და არ ვაპატიეთ და იმასკენ და ამგეს რამდენი რამე უნდა ვაპატიოთ. აი კიდევ რა უნდა შეიდინო, რომ ერთ დღეს მართლა დავთქვათ და გადმოვაგდოთ და დავანებოთ რა თავი ახლა ლიდერი გვინდა და იგი გვინდა. ჩვენ ვართ ადამიანები და არ გვინდა ერთ ლიდერი. ჩვენ ერთად უნდა შევძოთ ეს და დავანებოთ ახლა პარტიებია თურმე სუსტი და ასე შემდეგ. всё, აღარ იქნება ძლიერი პარტია, ნუ ახლა ეს ხელისუფლება ყველაფერი გააკეთა ამისათვის და ყველაფერს გააკეთებს, რომ არც ახალი გამოჩნდეს, არც ლიდერი გამოჩნდეს, არც რომელიმე გაძლიერდეს, ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერი გააკეთა, ყველაფერს გააკეთებს. დავანებოთ ლოდის თავი, ვიხულოთ ჩვენშია ყველაში ლიდერი. სოკრატეს საგნათქვამი. ყველა ადამიანს ზიარი, მხოლოდ ვაცალოთ ომწყინე. მოუწყინდეთ.